უკრაინის კორუფციული სკანდალის მასშტაბი თანდათან იზრდება. ელიტური კორუფციის გახმაურების შემდეგ ომში მყოფი ქვეყნის მიმართ ევროპული სახელმწიფოების ნდობა იკლებს. ევროპელები კრიტიკულ პოზიციებს აღარ მალავენ და კორუფციაზე საუბრისას უკრაინასა და რუსეთს შორის სტოლობის ნიშანს სვამენ. ლიდერებისთვის რთულად დასაჯარებელი აღმოჩნდა, რომ ზელენსკისთან მჭიდრო კავშირში მყოფი მთავარი ოჭმიდანილები ენერგეტიკული სადგურების დაცვის საბაბით მილიონობით დოლარს მაშინ ითვისებდნენ, როდესაც უკრაინელი ჯარისკაცები აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ფრთხილად იყავით კორუფციის მიმართ, ფრთხილად იყავით რუსული მოდელის მიმართ, რადგანაც თუ ასეთ ინციდენტებს მოითმენთ, ომს წააგებთ. ევროპაშიც კი ზოგიერთი თვლის, რომ უკრაინა უფრო კორუმპირებულია ვიდრე რუსეთი. მე უთხარი პრეზიდენტ ზელენსკის, რომ ყურადღებით ყოფილიყო მის გარშემო კორუფციის ნებისმიერი, თუნდაც უმცირესი ნიშნის მიმართ, რადგანაც ეს მისი რეპუტაციისთვის გადამწყვეტია. სახელმწიფოები, რომლებიც უკრაინას ომის დაწყების პირველივე დღიდან ეხმარებოდნენ, ახლა უკან დახევას ამჯობინებენ და ევროპის მხრიდან სამხედრო და ფინანსური დახმარების გაგრძელების შემთხვევაში უკრაინაში კორუფციის გაღვივებას პროგნოზირებენ. ფიქრობ, კორუფციულ სკანდალში უკრაინის მთავრობაა გახვეული, ამიტომაც არ მსურს იტალიელი პენსიონერების ფული კორუფციის სასაყვაებლად იყოს გამოყენებული. არ მგონია, რომ უფრო მეტი რაოდენობის იარაღის გაგზავნა პრობლემას გადაწყვეტს. ფიქრობ, ის რაც ხდება უკრაინაში რუსული ჯარის წინსვლის ჩათვლით მიუთითებს იმაზე, რომ ყველას ინტერესია ომი უკრაინაში დასრულდეს. გახმაურებულ დანაშაულს ის ფაქტიც ამძიმებს, რომ გამოძიება იმ ანტიკორუფციულმა ინსტიტუტებმა წარმართეს, რომელთა დადუმება ზელენსკიმ უკვე სცადა. უკან კი მხოლოდ მწვავე კრიტიკის შემდეგ დაიხია. ამ ფონზე ისევ კორუფციასთან აქტიურად ბრძოლის პირობასდებს. ირწმუნება, რომ მთავრობა სახელმწიფო კომპანიების აუდიტს ჩაატარებს, შედეგი კი სამართალდამცავ და ანტიკორუფციულ ორგანოებს გადაეგზავნება. მთავრობამ უკვე დაიწყო ყველა სახელმწიფო კომპანიის აუდიტი. შემოწმების შედეგები სამართალდამცავ და ანტიკორუფციულ ორგანოებს გადაეცემათ. მთავრობამ ამას სრულად უნდა დაუჭიროს მხარი. სწორედ ამაზე ვამყარებ იმედს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა უკრაინაში გამოაშკარავებულ კორუფციულ სქემას წარსულის ლოგიკური გამოძახელი უწოდა, თუმცა მიხაილო პოდოლიეკი გახმაურებულ დანაშაულში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და კორუფციას იმ თანამედროვე ეკონომიკის ნაწილად მიიჩნევს, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არსებობს. კორუფცია კრემლის გავლენით ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იყო და ამ მექანიზმის ნარჩენები ისევ არსებობს. თუმცა დღევანდელი სიტუაცია პრინციპულად ახალი ხასიათისაა. რა თქმა უნდა, რუსული პროპაგანდა შეეცდება გამოიყენოს ეს უკრაინის უუნარობის დასასაბუთებლად, მაგრამ რეალობა საპირისპიროა. ჩვენ ვხედავთ არა სახელმწიფოს კოლაფსს, არამედ ინსტიტუციური სისტემის გამოცდას. ომის დროს ცოტა ქვეყანას შეეძლო ასეთი შემთხვევების აღმოჩენა, გამოძიება და საჯაროდ განხილვა. ჩვენ ვდგამთ რთულ, მტკივნეულ, მაგრამ აბსოლუტურად აუცილებელ ნაბიჯებს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. გახმაურებულ ელიტურ კორუფციას იუსტიციის მინისტრის შემდეგ ენერგეტიკის მინისტრიც შეეწირა. პრეზიდენტ ზელენსკის გარემოცვის ნაწილმა კი ქვეყანა დატოვა. საქმის ფიგურანტად და ქვეყნიდან გაქცეულად ითვლება ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტამ უმეროვიც, რომელიც 11 ნოემბერს თურქეთში წავიდა და უკანა აღარ დაბრუნებულა.